ქართულ სტარტაპზე გნომოზე გიყვებით, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივი ნაჭრებისგან შექმნილ საბავშვო გმირების კოსტიუმებს თავაზობს. გნომოს შექმნის იდეა პანდემიის პერიოდს და სამი მეგობრის საერთო მიზანს უკავშირდება. მოკლედ, გნომო ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს, მეორე მხრივ კი მშობლებს აძლევს საშუალებას ქართულ ბაზარზე ხარისხიანი კოსტიუმები შეიძინონ. გნომოს გეგმებზე და ზოგადად საქმიანობაზე საუბარს საკო სუხიშვილთან, გნომოს თანადამფუძნებელთან ვაგრძელებთ. საკო, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენი მოწვევისთვის. საკო, მინდა რომ პირველ რიგში 2024 წლის შეფასებით და შეჯამებით დავიწყოთ. როგორი იყო გასული წელი კომპანიისთვის, რა სიახლეები დაგროვდა და რა არის თავარი მიზნები, რასაც მიაღწიეთ უკვე? 2024-ში სიახლე ის ჰქონდა, რომ ჩვენი პატარა საწარმო გავაკეთეთ, რომელიც აქამდე არ ჰქონდა და უფრო მასიურად დავიწყეთ, ვთქვათ, წარმოება და უფრო თამამად ვიღებთ, ასე ვთქვათ, შეკვეთებს. კი ბატონო. ვიყავით ასევე პირველად გერმანიაში გამოფენაზე აწარმოე საქართველოს დაფინანსებით და ვცადეთ ვთქვათ იქაურ ბაზარზე შესვლა და მიდის ახლა რაღაც მოლაპარაკებები და ნახოთ წესით კარგად გაგრძელდება და ეხლა ვიწყებთ უკვე ახალი კოლექციის ჩაშვებას, უფრო განსხვავებულის და რავი, იმედია კარგად წარმატებულად გაგრძელდება საქმიანობა. სანამ საერთაშორისო ბაზრებზეც მათ შორის გამოფენა ახსენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია, მინდა ადგილობრივი ბაზარი შევაფასოთ. როგორ გაიზარდა მომხმარებლის ცნობიერება, მას შემდეგ რაც პირველად გამოჩნდა გნომო ბაზარზე, თუ არის ზრდა ამ კუთხით და რამდენად გაჩნდა მოთხოვნა კოსტიუმების შეძენაზე. ჩვენ საუბრობდით ეთერამდეც, რომ ძირითადად გაქირავების სერვისი არის აქტუალური და რაღაცა ძველი ტრადიციებიდან მომდინარეობს, რომ ვიქირავოთ კოსტიუმები. აი შეძენის კუთხით რამდენად იზრდება ცნობიერება? იცით რა, თავიდან აი ძალიან კარგი იყო, რომ დაიწყო ეს საჩუქრად მიაქვთ ხოლმე უკვე ნელ-ნელა ვთქვათ გნომოს კოსტიუმები და არ არის ვთქვათ ერთჯერადად გამოსაყენებელი და ამიტომ შეგიძლია რომ ყოველდღიურადაც ჩაიცვას ბავშვმა, რომელი აქსესუარიც ვთქვათ შეგიძლია დამაგრდეს ან მოიხსნა და დაგრჩეს ჩვეულებრივი ტანისამოსი. თავიდანაც ძალიან დიდი კარგი გამოხმაურება გქონდა. ცოტა ხანი მე შეჩერებულები ვიყავი და ეხლა ფაქტიურად თავიდან დავიწყეთ ყველაფრის კეთება და მე მგონი კარგად მიდის ყველაფერი. აი რა გამორჩევს გნომოს კოსტიუმებს? ჩვენ საუბრობდით შესავალშიც, რომ აი ნედლეულს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ყურადღება ექცევა და ეს ხარისხი არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თვითონ ეს ფორმა, რომელიც შეიძლება ბავშვი მთელი დღე ეცვას, იყოს ძალიან კომფორტული და მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული. ასევე დიზაინი გვაქვს, თავიდან დავიწყე დისნეის რაღაც გმირების გაკეთება, მაგრამ მე მივხვდი, რომ ბაზარზე არის ძალიან ბევრი ესეთი კოსტიუმი და გადავწყვიტე, რომ ჩვენი დიზაინით გავაკეთოთ ცოტა ჯადოსნური რაღაცა სადღესასწაულო საკარნავალო ფორმები. აი როგორ ხდება თითოეულ დიზაინზე მუშაობა? აი აქ რაღაცა მომხმარებელიც ერთვება, თქვენ უკვე მზა პროდუქტი გაქვთ, რასაც თავაზობთ მომხმარებელს, თუ აი რაღაცა მათთან კავშირი, რაღაც კონკრეტული მოთხოვნა აქვთ? ესე ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებთ. დიზაინი რაც გვაქვს ხოლმე უკვე არსებულ კოლექციაში სიტყვაზე შეგვიძლია რომ ვთქვათ ფერი შეუცვალოთ, ვიღაცას თუ სხვანაირი ფერი უნდა, მაგრამ დიზაინი, რასაც ჩვენ ვქნით, ძირითადად ის იყიდება ხოლმე. თქვენ საუბრობდით ხარისხიან ნედლეულზე და აი სამკერვალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რომ საუბრობთ ხოლმე, ხშირად ამბობენ, რომ ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყანაში ნედლეულთან დაკავშირებით. ბევრი პროდუქტი არ იწარმოება და იმპორტ დამოკიდებულია ბიზნესი. თქვენ შემთხვევაში როგორ არის აი ნედლეულის მობილიზება? რაღაცეებს ადგილობრივადაც ვყიდულობთ და რაღაცეები ჩამოგვაქვს თურქეთიდან, ცოტა განსხვავებული ნაჭრები, რაღაც პრინტებით, ჭყვიალა და ასე შემდეგ. ანუ ხარისხიანი ნედლეული და დიზაინები, ნაფიქრი დიზაინები გულისხმობს უფრო დიდ შრომას და დანახარჯებსაც წარმოების პროცესში. აი ეს უკვე თვითღირებულებაზეც აისახება პროდუქტს. აი დაახლოებით საიდან სადამდე მიყავს? ჩვენი კოსტიუმების ფასები დაახლოებით აქსესუარები იწყება სადღაც 70 ლარიდან და მაქსიმალური არის 300 ლარამდე. ოღონდ ეს არ არის ვთქვათ ერთი რაღაც ან კაბანი. თლიანი აი ჯოხი არის, იქ ხუდია, იქ ფრთა არის, კაბა არის, საყელო, ანუ ყველაფერი ერთიანად შედის. აი ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? ეს არიან ძირითადად ინდივიდუალური ფიზიკური პირები თუ მაგალითად კომპანიებთანაც არის თანამშრომლობა, სხვადასხვა დაწესებულებებთან, მაგალითად ბაღებთან, სკოლებთან? იცით რა, თავიდან ინდივიდუალურად გქონდა შეკვეთები. მე ცოტა რომ გაგვიცნო ხალხმა უკვე, აი წელს მაგალითად ვთქვათ რამოდენიმე სკოლასაც გავუკეთეთ.
ბაღსაც გავუკეთეთ და ეხლა ვაპირებ კიდე რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ და დავიწყოთ ესეთი დიდი მასიური შეკვეთების აღება. საერთაშორისო ბაზრებზე როგორია პოტენციალი, რამდენად არის მოთხოვნა, რამდენად გეგმავს რომ გნომო მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურდეს და თუ ქონია უკვე კომპანიას ექსპორტის გამოცდილება? იცით რა, ჩვენ დავდივართ ხოლმე ყოველ წელს გამოფენებზე და ექსპორტზე უკვე გავუშვით კორეაში და ინგლისში. ამ ეტაპზე აი ამ გამოფენიდან ეხლა საიდანაც ჩამოვედით ესპანეთში გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია, აი დატესტვის ვარიანტია, როგორ გაიყიდება და როგორ მოეწონებათ, იმის მიხედვით მე გავაგრძელებთ იმათთან ურთიერთობას. ზე არსებობს ხო პოტენციალი რომ საერთაშორისო ძალიან მოწონს სხვათა შორის, რომ ჩავდივართ ხოლმე და ვეუბნებით, რომ თქვათ ხელით ნაკეთია და ნაჭერსაც რომ თვითონ ნახულობენ, ძალიან აღფრთოვანებულები არიან ხოლმე და მე ძალიან მიხარია. კი ბატონო, აი გნომოს მიზნებზე მინდა გავამოხილოთ ყურადღება. აი რა იყო ეს თავდაპირველი ჩანაფიქრი, რითაც დაიწყო კომპანია ოპერირება აი პანდემიის პერიოდში გავიხსენოთ ეს დრო და როგორ შეიქმნა უკვე ბრენდი ამ სახით, რა სახითაც არსებობს დღეს უკვე ბაზარზე. ეს იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამივეს გვყავს შვილები. სულ უნდათ რომ რაღაც ფორმა ეყიდათ, ჩემ შულს მაგალითად სულ კოსტიუმის ჩაცმა უნდოდა და აქედან გამომდინარე რაღაც ფორმებს ვერ ვშოულობდი ხოლმე ბაზარზე ისეთ ხარისხს, როგორიც მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავუკეთებინა ჩვენი საკუთარი პატარა კომპანია. შთაგონება რაც მომცა იყო, მთელი ბავშვობა ბასტიბუბუში დავდიოდი და გავიზარდე რაღაც ჯადოსნურ სამყაროში და იქიდანაც ძალიან მიყვარს ესეთი რაღაც ფერადი და ჭყვიალა ტანსაცმელი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა გნომო. აი რა იყო პირველი ნაბიჯები, მათ შორის აი სირთულეები, რაც შეგხვდათ, იმიტომ რომ მაშინ ხა პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი გაჩერებული, არ არის მარტივი რომ შენ იყო მუდმივ მოძრაობაში და რაღაც სიახლეების ძიებაში. სირთულე იყო, რომ არასდროს შეხება არ მქონია არც სამკერვალო, არაფერთან, არც დანადგართან, არც როგორ რაკეთდება. ეს იყო თავიდან სირთულე. რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თავიდან ადვილი რაღაცებით დავიწყეთ, თქვათ დისნეის პრინცესის ფორმა ან ბიჭის რაღაცა ჯუჯის ფორმით. და აი ნელ-ნელა და ძალიან დამაინტერესა, ძალიან ჩამithრია და აი უკვე ისე შემიყვარდა, რომ მგონია, რომ აი ძალიან ადრე უნდა დამეწყო ეს საქმიანობა. ეს იყო ყველაზე რთული, ხო, რომ არ ვიცოდი რაღაცები. ეხლა უკვე ნელ-ნელა შევისწავლეთ. აი ახლა უკვე რა შედეგები, აი როგორ მეიღო ბაზარმა, საბოლოოდ იქცა თუ არა გნომო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ არჩევნად მშობლებისთვის და ჯერ ცოტა მაკლია მაგამ, ცოტა გვაკლია, კი, მაინც ძალიან დიდ ბაზარზე არ ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვიქნებით, გვექნება ჩვენი პატარა შოურუმი, სადაც უკეთესად ნახავენ ხარისხსაც და ბავშვებიც რო შემოვლენ, უფრო მოუნდებათ ამ ფორმების შეძენა. და აი ეს ჩვენი მიზანი რომ გავაკეთოთ პატარა შოურუმი საწარმო და პლუს დავამატოთ ალბათ უფრო გაქირავების ვარიანტი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა და ამისთვის არის ძალიან დიდი რესურსი ჩასადები, იმიტომ რომ მაშინ უნდა გქონდეს ძალიან მრავალფეროვანი კოსტიუმები და ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიღავებ და იმ მზად რო ვიქნები აუცილებლად მაგასაც გავაკეთებთ. აი ამ დროისთვის რა ტიპის კოსტიუმებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა? თუ რაღაც კონკრეტული გმირები, თუ აი შემუშავებული, თუ უკვე არსებული დისნეის კაცული დისნეი აღარ გვაქვს, მაგრამ ვგეგმავთ რომ გავაკეთოთ ოღონდ ცოტა სხვანაირი დიზაინით. ნუ ახალ წელს იყო ძირითადად ელფებზე და ელფ გოგო ბიჭებზე მოთხოვნები. და ჰელოუინზეც არის ხოლმე, ნუ დაახლოებით რაღაცა ეს ჯადოქრის ქუდები და მოსასხამები და ასე შემდეგ. პლუს დავამატეთ ცოტა ტანსაცმლის ხაზიც დავამატეთ, იქ ჯინსი, საწვიმარი და მაგაზეც ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ ნელ-ნელა კიდე უფრო მრავალფეროვანს გავხდით, იმიტომ რომ წელიწადში სადღაც 3 ახალ კოლექციას ვაკეთებთ ხოლმე და ეს ძალიან ბევრია, შეიძლება 4-იც გამოვიდეს ხოლმე, ვთქვათ. და იქნება ყველა კოლექცია არის განსხვავებული. არასდროს არ მეორდება ერთი და იქ. და ასაკობრივ კატეგორია როგორ არის? 2-დან 10 წლამდე, ნუ გააჩნია შეიძლება ვთქვათ 12 წლისასაც თუ უნდა დაუმზადოთ ნებისმიერ. ხანდახან დიდებიც გვირეკავენ ხოლმე, რომ იქნება ჩვენი ზომაც გააკეთოთ, დიახ. პერიოდის. კი.
ესე არის. აქტუალური მოთხოვნა. თქვენ საერთაშორისო ბაზრებით და უკვე რამდენიმე გამოცდილებაც ახსენეთ სხვადასხვა ქვეყანაში კოსტიუმების გატანის. აი რომელი ბაზარია ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიისთვის, აი რომელი ბაზრის დაინტერესება გაქვთ გეგმაში, რომ აი კოსტიუმებს განსაკუთრებულ მოთხოვნას მე სხვათა შორის აი ამ გამოფენებზეც რომ დავდივარ რამოდენიმე მირჩია რომ აი ამერიკაში უნდა წახვიდეთ აუცილებლად იქ თქვენთვის და აი გეგმავ რომ აუცილებლად შემდეგ გამოფენაზე წავალ ალბათ ნიუ-იორკში არის შემდეგი გამოფენა და იქ გვინდა რომ წავიდეთ. კი ბატონო, აი ამ პერიოდის განმავლობაში პანდემიიდან დღემდე როდესაც უკვე რაღაცა გარკვეული ცნობადობაც აქვს ბრენდს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებისკენაც არის კონკრეტული ნაბიჯები. რას მიიჩნევთ მთავარ მიღწევებად? აი რა ეტაპზეა უკვე ბრენდი განვითარების რა ეტაპზე? განვითარების ცოტა მეტი ანუ უფრო დიდი სამკერვალო მინდა რომ მქონდეს, რადგან დიდი შეკვეთები რო შემოდის, უფრო ისე დავაკმაყოფილო ჩვენი მომხმარებელი. ამ ეტაპზე ჩვენი მიღწევა ის, რომ ყველაზე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეუყვარდათ და ქართველებს მოწონთ ჩვენი პროდუქცია და დანარჩენი ვნახოთ როგორ იქნება. კი ბატონო, და საუბრის ბოლოს უკვე აი რამდენიმე მთავარი გეგმაც ვთქვათ. ერთი შოურუმი არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. და ერთ დიდ კომპანიასთან მიდის ახლა მოლაპარაკება და ძალიან მინდა რომ მაგათთან ვითანამშრომლოთ საზღვარგარეთ და პლუს საქართველოშიც ძალიან მალე ერთ-ერთ დაბადების დღის ცენტრში იქნება გნომოს ანიმატორებს ეცმევოთ გნომოს კოსტიუმები და ესეც ძალიან დიდი გეგმაა ჩვენი. უკეთ ხარისხიან კოსტიუმებს უკვე ვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებებით. მადლობა ძალიან დიდი საკო გადაცემაში სტუმრობისთვის წარმატებები და მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე აი ამერიკის ბაზრის დაპყრობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ ბრენდის. მადლობა კიდევ ერთხელ საკო სუხიშვილი გნომოს თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.